მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის არხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა, რა იქნება უახლოესი ერთი თვის ტენდენცია. მოდი გადავხედოთ უახლოეს ერთ თვეს, ენერგიები, ფინანსები, პირადი ურთიერთობები და ჯანმრთელობა თუ რაიმე მნიშვნელოვანი მინიშნება. შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს არის საჯარო და ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება რასაკვირველია, თუმცა საჯარო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის, მაშ დავიწყოთ. ვინ ხართ თქვენ და რა ენერგიებში ხართ? ვინ ხართ თქვენ? საკმაოდ შემდგარი, წარმატებული, მყარად მდგარი, ვიტყოდი, საკუთარი ფინანსების, რესურსების და საკუთარი თავის წყალობით, აი ეს უბრალოდ ესე მინდა კომენტარი გავაკეთო. მაგრამ ეხლა არის ძალიან დიდი გაურკვევლობები, აქ არის პარტნიორთან დაკავშირებით გაუგებარი სცენარი, იმიტომ რომ შესაძლებელია პარტნიორი გატრიალებულია, თუ გატრიალებული არ არის, უახლოეს ერთთვის შესაძლებელია მსგავს სიტუაციას წააწყდეთ. რატომ იდის ეს პარტნიორი? კუდიანი ქალის ზეგავლენის ქვეშ არის, იმიტომ რომ აქ კვერთხების დედოფალი არ მიყვარს სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ტაროლოგი სხვადასხვაგვარად აღიქვავს ამ არკანს, ჩემთვის არ არის ეს სახარბიელო ადამიანი. კუდიანი ქალის ზეგავლენის გამო ეს ადამიანი არის გარკვეულ ილუზიებში, საიდანაც თავის დაღწევა ფაქტიურად უჩვენს. შესაძლებელია ეს თქვენი პარტნიორის ან ჩაფიქრებული ადამიანის, რომელსაც ეხლა განვიხილავთ ამ შემთხვევაში, მისი სტაბილური ოჯახი იყოს, თუ ქორწინებაში არ არის და სტაბილურობაში არ არის, მაშინ გეტყვით, რომ მისი ძირი სახლი ეს დეიდამა, მამშობლები და ასე შემდეგ. ამის გამო ეს ადამიანი არის ილუზიებში და გაურკვევლობებში, არ გამოურცხავარებთ შემთხვევაში კვერთხების დედოფალი და კუდიანი ქალის ერთობლივი შერწყმა ნიშნავდეს მასზე მაგიურ ზეგავლენებსაც, ამიტომაც არის ზუსტად ეს ილუზია და სიტუაცია ისე შემოbrunდა, რომ საერთოდ არ ელოდებოდით. კარგი, კიდევ რა სიახლე მოდის უახლოესი ერთვის ტენდენციებში? მამაკაცი. პიროვნება, რომელიც სხვათა შორის საკმაოდ სერიოზულ გამარჯვებებს მოიტანს თქვენს ცხოვრებაში. ნახეთ, აქ გამარჯვების გვირგვინიც გიჭირავთ და დროშასაც აფრიალებთ. იქიდან გამომდინარე, რომ აქ რაღაცა სცენარი უნდა განვითარდეს თქვენს პირებთან დაკავშირებით, ისეთი რომ სიტუაციების შემოტრიალებას არ ელოდებოდით შემოწირფესებო. აი ეს თქვენი თვითდაჭერებული იდიოტი, ესე ქვია არკანს არავის ოროწყებას არ ვაყენებ. იმუშავებს ამ ურთიერთობებზე, სხვათა შორის მზად არის, რომ აი ეს დისტანცია, რომელიც არის ურთიერთობაში, ხმლის მეფეა ახლა ამ შემთხვევაში და გაურკვეველ სცენარს გადიხართ ურთიერთობაში. თვითონვე იმუშაოს ამ სცენარზე, თვითონვე გადმოდგას ნაბიჯები, თვითონვე მოვიდეს მოქმედებაში, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ ამ ადამიანისთვის და ხვდება, რომ ეს დისტანცია დიდი ხანი არ უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ აღმოჩნდება ძალიან ძლიერი დანაკარგების თვალსაზრისით, ანუ ეს თქვენ ხართ მისი ძალიან ძლიერი დანაკარგი, ამიტომ მზად იქნება იმუშაოს. კარგი, ფინანსებთან დაკავშირებით რა ტენდენციები მოდის უახლოეს პერიოდში? აი აქ ფინანსური რესურსების შეზღუდული სცენარია უახლოეს პერსპექტივებში. ფრთხილად იყავით, დანაკარგებში არ აღმოჩნდეთ, ან რაიმე ღალატს არ გქონდეს ადგილი აქ ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია, ყიდვა-გაყიდვის თვალსაზრისით არ დარჩეთ მოტყუებული, არ დარჩეთ დანაკარგებში, არ დარჩეთ გაურკვევლობაში, უახლოეს ერთ თვეში აუცილებლად მიაქციეთ ამას ყურადღება, განსაკუთრებით აი ოჯახის თვალსაზრისით. იმიტომ რომ ეს მარტო თქვენ არ გიკავშირდებათ, ეს შესაძლებელია ოჯახს უკავშირდებოდეს ეს დანაკარგების შემოწირფესება. კიდევ რა საინტერესო სიახლეა? სამსახურთან დაკავშირებით, ვინც ელოდებით დაწინაურების პერსპექტივა აქვს ძალიან დიდი შემოწირფესება, ვინც არ მუშაობთ, აუცილებლად იქნება უახლოეს პერიოდში შემოთავაზება, შესაძლებელია შურიგზიდანაც იყოს ეს შემოთავაზება და სადღაცას გამგზავრებაც დაგჭირდეს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის დაბრკოლება ნამდვილად, იმიტომ რომ ეს რესურსები, ეს საქმე, კარიერა, ფინანსები, სამსახური საკმაოდ წარმატებულ ეტაპს მოიტანს ოღონდ 8 თვის განმავლობაში. აი ნახეთ, ეხლა გადადგმული ნაბიჯები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდება სამომავლოდ თქვენთვის. წამოწვევით, ნახეთ, იმოქმედეთ, აყვებით უარყოფით ემოციებს. აწონდაწონეთ ყოველ ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც გადადგავთ ამ უახლოესი ერთვის განმავლობაში, იმიტომ რომ ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა სამომავლოდ განვითარებულ სიტუაციაზე თუ მოვლენებზე. კიდევ, რა საინტერესო სიახლეა? ვისთანაც პარტნიორი არ არის ახალი ადამიანის გამოჩენის ძალიან დიდი ალბათობა, სხვათა შორის შემოწირფესება, ვისთანაც არის რაიმე გაურკვევლობა და კონფლიქტი, იმიტომ რომ აქ ნახეთ როგორი კონფლიქტური ენერგია ამოდის შემოწირფესება, სადაც არის კონფლიქტი, ის აუცილებლად იწყებს თქვენსკენ მოქმედებას, მოდის თან ისეთი რაზგონით, რომ შეიძლება ვერ დაეციოს პარალელურად. მიზეზი, ნახეთ, თქვენამდე მოსვლის, ეს არის თქვენი რესურსები, იმდენად ჭირდება
მას ეს რესურსები, რასაც თქვენ დებდით ურთიერთობაში, რომ დამერწმუნეთ, რომ ამას ვერსად ვერ იღებს და შესაბამისად ჭკვიანია, უკან ბრუნდება რა საკვირველია, ოღონდ უფრო სხვა ამპულაში, უფრო აქტიური, უფრო მონდომებული იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა შედგეს, ას მოგიტანთ მის დაბრუნება. ვაუ! სტაბილურობას, ურთიერთობის დალაგებას, ახალ ეტაპზე გადაყვანას, ნახეთ, აქ ბევრ თქვენთაგანთან შესაძლებელია უახლოეს პერიოდში ქორწინების ხელის თხოვნის ცერემონიაც კი განვითარდეს ან ჩატარდეს, არ ვიცი. მოულოდნელად თქვენს ცხოვრებაში ეს ტენდენცია მოდის, ვისთანაც არ არის აქტუალური, მაშინ იმას გეტყვით, რომ ნახეთ, თქვენ მიწყებთ ახალ ეტაპს თქვენი ცხოვრების, სადაც აბსოლუტურად მისცემთ განვითარებას საკუთარ თავს, რესურსებს, შესაძლებლობებს, იქნებით ძალიან აქტიური, ძალიან წარმატებული და ძალიან ბევრ სასიკეთო და საინტერესო ტენდენციებს შექმნით, გადალახავთ და თავიდან იწყებთ რაღაცა საოცარ ეტაპს თქვენი ცხოვრების მეგობრებო. აი, ნახეთ, სიკვდილის არკანი ნიშნავს ხელახლა დაბადებას, გარდაცვალებას, გარდაქმნას. ამიტომ რეალურად აი ეს ეტაპი და ეს პერიოდი აუცილებლად გამოიყენეთ იმისთვის, რომ ბევრად უკეთესი იყოს ხვალინდელი დღე. წარმატებებს გისურვებთ, ჩემო ძვირფასებო და დროებით მომავალ შეხვედრამდე. ძალიან მიყვარხართ.